კურკში ჩავადგი ფეხი. და იგი მაგითა შემოხვიდე ხასახში დააწყე მათ შემოსასვლელში. რა იყო რანაირად ჩაადგი? ძაღლის კურკი იყო. ზემო თავიდან დამეძახა ვასომ და დაბლა არ ვიყურებოდი. შეხედე სულ დასვრედია. დედა, გაწიე კაცო რაც ხვირწილ მიტრიალებ, ვერ გავიგე. დააწყე მათ შემოსასვლელში რომ გამახსენდეს გავრეცხო მერე. ნახე იქ მიდი 5 დავდე, გახსენი დაგიყიდე. ახალი ბოტასები. შენ წინასწარ იცოდი, ისინი რომ დამესწრებოდი და მაგიტომ იყიდი ახლები. რა წინასწარ ვიცოდი კაცო, ნუ მოდიალობ რაღაცებს ჩაიცვი მიდი ერთი გაისინჯე. კარგია? წინ თითი როგორ აგაკ? კარგად მაგ ჩემი ზომა. სად იყიდეს? გამოგიწერე. საიდანაც ანასტასიამ გამოწერა ამას წინ თავისი ნიუბალანსები, იქიდან გამოვწერე მეც. ფოფსარი აქვია მაღაზიას, ხო, ონლაინ მაღაზია. რას ამბობ კაცო, უმაღლესი ხარისხის რეპლიკებია, შეხედე. აუ ერთხელ იცი, ვასო მიყიდა ფეხსაცმელი ბაზარში და სახში რომ მოიტანეს ორივე მარჯვენა იყო. მეორე დღეს ის გამყიდველი ვეღარ იპოვეს და ეგრე დადიოდა ერთი თვე. მოღრეცილი ქონდა მე ფეხი. დედა რანაირად დადიოდა მე ორივე მარჯვენა თუ იყო. მოვიდი. აქეთ ვარ, შემოდი. რა მოხდა? ეს ფოტოსები ვინ დააწყო შუა გზაში? ფეხი წამოყარე და წავიქეცი. აუ რა სუნია. ის რა არის? აუ ეხლა გულია მედივა. მარი კეთო ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ. მარი! აი გამარჯობა თქვენი. ესე იგი კოჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედები, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმი მასაკნა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღარათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს აშკარა. თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის. მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ. რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა 3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცები ჯირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენი ჯერი მე ისე ვიყიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინკა გოგოს ავითხარ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის? შენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია, რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო. დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელია. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები, მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჭრი წაიყვანა სახში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსესუმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილ-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ხოს. აუ რამ ხელამარცვლებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვრიჭი კონდა წეღანთითი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემო იცი დღეს რა მაგარი ტორტი გააკეთა? ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები. ხო, ეგეც მართალია. ალო, ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ. აი ყოჩახს მოგწემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი. ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდილო სახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. აუ. რა ხდება ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული მაქვს. აუ პირველად მომიტეხე ხელი, შემომხედეთ უბრალოდ რეზ გავარ. აუ მივხვდით ამბობ უკვე მაგას. ექიმა ხო თქო რომ თავი აქ მერტყული და პრობლემები ექნება ცოტახანი მიხსიერებისო. ხო გახსოვს? ანუ დროებით ამნეზია რო გაქვს თუ ეგეც არ გახსოვს?
უცოტა ხანი სხვა თემაზე ილაპარაკეთ რა. თეკლა ჭამე ექსპაგეტი პირიც არ დაგიკარებია. ვის მინ შეუკვეთ რა. სად ვარ საერთოდ. ფრაგულეში ვარ, ტაქსით მოვედი, დინგამ გამოგვეცილა. ოპასკარო შეუკვეთ, მაგასაც მომიტანენ ალბათ. აუ მოიცადე ერთი წუთი. რა პასკა? ახალი წელი იყო უკვე? აი ეგრე ძალიან როგორ მიეჯახებ თავი გქონდა მერტყმული. აუ ძალიან მეცინება რომ თავის მithმა გიგვრის. უკანასე დენიების ქვემოთ იყავი ჩაჭედილი. შენმა მეზობელმა გელამ და თემურამა მოგიყვანეს. აუ ნეტა მაგის დავიწყება შემეცლოს. დამარცხდა და მეც ამნეზია რა იქნებოდა. ანუ რა ამნეზია, ვინმეს დაიმართა ამნეზია? აუ მაგდეს ერთ გავსინჯავ, რა გემრიელია. აქ ყველაფერი გემრიელია, იმიტომ რომ აქ ვეკეთებენ ყველაფერს უმაღლეს ხარისხის ინგრედიენტებით. სულ შეჭამი ხლა. გამარჯობა თქვენი პასკა, გემრიელად მიირთვით. აუ ძალიან დიდი მადლობა. დეცონა განახურდე. აუ გიხოცე ფიქ პასკაც გავჭრა, რა ძალიან მომინდა. მიხედავი ვის რო გავჭრა, მე ინგა მიგამჭრის. კაი სახში მაინც გაჭერი მე რა. აუ მანქანა სად დავაყენე? თეკლა შენ მანქანა არ გყავს, ნუ დროებით. Ja, მომპარი? არა. თუ დაჭეჭკილი როა. ანასტასია, ვის ელოდები? მიდი ხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიადოს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა თვითფრინავით. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ ვინ გადიდა არ ინერვიულად ძალიან გითხოთ რა. აუ იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვარ სამხრივია. აუ რამე მითხარი? აღარაფერი. აუ ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს კორპუსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მაინც შეგაჩეროს. აგერ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა იყო ჩავჭრები უკან. აშვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს ფიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ახლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან? მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებით რო შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. თიკო ნოილაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკეთებ? აუ ძალიან დავარტყინე და. დე კურკში ჩავადგი ფეხი. დაი მაგითა შემოხვიდე ხასახში დააწყე მაგ შემოსასვლელში. რა იყო რანაირად ჩაადგი? ძაღლის კურკლი იყო. ზემო თავიდან დამეძახა ვასომ და დაბლა არ ვიყურებოდი. შეხედე სულ დასვრედია. დედა გაწიე კაცო რაც ხვირწილ მიტრიალებ ვერ გავიგე. დააწყე მაგ შემოსასვლელში რომ გამახსენდეს გავრეცხო მერე. ნახე იქ მიდი 5 დავდე. გახსენი რა გიყიდე. ახალი ბოტასები. შენ წინასწარი ცოდი ისინი რომ დამესწრებოდი და მაგიტომ იყიდი ახლები. რა წინასწარ ვიცოდი კაცო ნუ მოდიალო რაღაცებს ჩაიცვი მიდი ერთი გაისინჯე. კარგია? წინ თითი როგორ აგაკ? კარგად მაგ ჩემი ზომა. სად იყიდეს? გამოგიწერე. საიდანაც ანასტასიამ გამოწერა ამას წინ თავისი ნიუ ბალანსები, იქიდან გამოწერე მეც. ფოფსარი აქვია მაღაზიას, ხო, ონლაინ მაღაზია. რას ამბობ კაცო, უმაღლესი ხარისხის რეპლიკებია, შეხედე. აუ ერთხელ იცი ვასო მიყიდა ფეხსაცმელი ბაზარში და სახში რომ მოიტანეს ორივე მარჯვენა იყო. მე მეორე დღეს ის გამყიდველი ვეღარ იპოვეს და ეგრე დადიოდა ერთი თვე. მოღრეცილი ქონდა მე ფეხი. დედა რანაირად დადიოდა მე ორივე მარჯვენა თუ იყო. მოვიდი. აქეთ ვარ შემოდი. რა მოხდა? ეს ფოტოსები ვინ დააწყო შუა გზაში? ფეხი წამოყარე და წავიქეცი. აუ რა სუნია? ის რა არის? აუ ეხლა გულია მედივა. მარიკე ტიფენი გამომიტანე რა. გისმენთ ბატონო თქვენ? მარი! აი გამარჯობა თქვენი. ესე იგი კოჭის მოქმედების მომწესრიგებელი გვინდა რამე რომ გვირჩიოთ. კუჭის მოქმედები, როგორი მოქმედებისთვის გინდათ რომ მითხრათ? რა ვიცი ახლა მომწესრიგებელი ექიმი მასაკა. ხო, ანუ შეკრულობა არის თუ აი უფრო ფაღრათისკენ არის მიდრეკილი. დედა, ოყნა უნდა ამ კაცს თქვენ ხართ ამ კაცის მერე? არა, მე მეუღლე ვარ ამ კაცის.
მიბრძანდით თქვენ. კარგად ბრძანდებოდით, ჯანმრთელობას გისურვებთ და წარმატებებს. გისმენთ თქვენ. გამარჯობა ჩემო კარგო. იხტიოლის მალა მომინდა თუ გაქვთ, რა ვიცი, დეფიციტშიაო და ვერ ვიშავე ვერსად. აჰა, იხტიოლი არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ იხტიბარი გვაქვს შემცვლელი. არა, შემცვლელი არ მინდა, მაშინ დორიტრიცინი მომეცით ერთი ფირფიტა და ომეგა-3. ბავშვისთვის ოღონდ, ხო, რაღაცა ბიჭირყვალი აქვს გამოსული და. კი ბატონო. სულ გამოდის ჯამში 43 და 60 ფასდაკლებით. სკუნსიბარათი გაქვთ რომ გამატარებინოთ? დედა სკუნსიბარათი არა მაქვს ნამდვილად. არც ახსოვსებული არა მაქვს შენ ჯერ მე ისე ვიყრიდი. ჯილდა სალამი, გავახარ. დედა ინგა გოგოს ავითხრ ვერც გიცანი. რა ვიცი ჩემო კარგო ნილანელა თქვენ ხო ხართ კარგად. გოგო რა ხდება თქვენ კორპუსში ვინმეა გარდაცვლილი? გოგო ხო ჩვენი მეზობლის კაცი დაიღუპა, რაღაცა ვეღარ იყო ეს ბოლო კვირები უჭირდა ძალიან. თან დიალეზი და ხო ეს დიალეზი როგორი ის არის? მშენები როგორ არიან, მამა როგორ არის? რა ვიცი, მამა ჩემი დიალეზია, რაღაცა ისე მოერყა ჯანმრთელობა. დიალეზი ხო? დიალეზი არის აუცილებელი. ხო, აუცილებელი. და ისეთი სვანური კერძები მოვიტანე გოგოებო, სუფრა უნდა გაგიშალოთ, ნუ იტყვი. 5 წუთი მინდა ზუსტად. შერე გითხარი. და ის ამბავი თუ გაიგეთ, ხერხეულიც გოგო რო გათხოვილა, ისეთ ბიჭს გაყვათურმე ღმერთმა ყოლა დაიპაროს. უი, ჯვარი გწერია, ინგა ის ძალიან კაი ღვინო გაქისე მიყვარს. გუშინ საღამოს ჩვენი მეზობლის გოგო მოაცილა ვიღაცა მანქანი დღამის 11 საათზე. უბრალოდ ვერ დავინახე ხა ვისი გოგო იყო, მაგრამ შეყვარებულია აშკარად. ეგ მე ვიყავი ფიქრიედეიდა. სამსახურის მანქანით მომიყვანეს სახლში გუშინ და მძღოლიც უნდა გენახეთ, მივხვდებოდი რომ 73 წლის ტენგიზით ჩემი შეყვარებული ვერ იქნება. ხო. ინგა საიდან მოიტანი აბა ეს სვანური კერძები გაგვიმხილე? საიდუმლოდ ვინახავდი, მაგრამ გეტყვი. ერთი ძალიან კარგი ადგილია დადიანზე, გადასასვლელ ხიდან რო არის პარი, ხო იცი, სანამ ხოდა დოლზე აუხვევ. აი მაქს პარის ქვემოთ რო კიდეები ჩადის, მან დარი გახსნილი სვანური გემო არაჩვეულებრივი. ნახე რა კუბდარია უკვე. კლუბდაჭი ძალიან კარგი იყო, არ მქონდა აქამდე გასენჟული. ნუ ახლა კუბდარი ხო რა თქმა უნდა. შენ ეგ სვანური ლობიანი გასინჯე, სულგუნი აქვს შიგნით, არაჩვეულებრივი და მე ეს ჭახრაკინა უნდა დავჭრა ახლა და ესეც გაგასინჯო. ვაიმე, კიდე რა ხერა ქონდათ? უყურე. სვანური თაფლი. რა ვიცი, ნიგოზი, თხილი და ნუში და ყველაფერია, ჩიგნ თომარიკოს უყვარს ძალიან, ხო? კი, ომარიკოს ძალიან უყვარს. წინა ბაკიდანაც მარტო თხილები და ნიგოზები ამოჭამა. არც ერთი აღარ იყო დაჩენილი. ანუ რა მეთქვა? დილაობით რო აკითხავს ხოლმე ჩვენი მეზობლის გოგოს სულ ერთ და იგივე მანქანა. დაკურებულები ხართ? კი, ფიქრიოდეიდე და ეგეც მე ვარ და მძღოლიც თენგიზია. აშკარად შევჟუჟონდი, ჩემი წასვლის დროა. გულითი ცხოვრი და იპოეგზა, წვების თაზე შენა და გჭირდება. ой, სიმღერა როგორ დავივიწყო? ანასტასია, გინდა კარატისიდეთ ჩაგიტარო? გამიცელი სანამ მიხილები კიდე შეგჩენია. იო. აი ამ წამს საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანი, გაიგე? ვაიმე, გაჩვენეთ კაცო რა, მე ხადა თავი ნუჩხუბობთ. მოჭება შენი ნაწილი. და რა სიმღერაა ეს, ამეგვია და კაცო, დილიდან ისიც არ მახსოვს სად მოვისმინე. კარატეზე მიმიყვან, ბილეთებს ასწავლიან და ჩემი კლასელებიც დადიან თან. რა კარატე აიტეხე ახლა ვერ გავიგე, გაჩერდი ოღონდაც რა. ვაიმე, ფოტოშოპის ჩემ ბავშვობაში ასწავლე და ჩემი მეზობლის კაცი კარატეს სოფელში, ხო? იაძიმა ხერხეულიძე. ხო. ცოლი ყავდა ფოტოშოპის რაღაცა ესეთი იაპონური შესახედაობის და იტყუებოდა თურმე მთელი ამდენი წელი რომ ჩემი ცოლი სამურაების შთამომავალია. რაღაცა ლომიძე აღმოჩნდა მერე ბოლოს ეგ ქალი. ფოტოშოპის თიკო დადიოდა 3 წელი კარატეზე ბავშვობაში. ერთხელ თურმე 16 წლის რო იყო ვიღაცა კაცი აიკიდა ღამე. კორპუსებთან სახში როცა მიდიოდა. ამაკი ისეთი ლეთი ჩაუტარა რომ დილდის კაცი იპოვეს დაგორებული კიბეებზე. გამხარი ფოთლები ქონდა მიყრილი ზედო. ხო არა, თავდაცვა აუცილებელია კაცო გოგოებისთვის კიდე განსაკუთრებით. რა ვიცი უკვე ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეც მინდა თავდაცვა და მაწარე რა კარატეზე თან სახთან ახლოს არის სკოლისკენ და მე ანასტასიას მოვერევი ხოლმე. იო. მაგას კიდე ერთხელ გააკეთებ და თიკოს ნასწავლს სასიკვდილოებით ჩაგიტარებ, გაიგე? იო. აი ეს უკვე ბოლო წუთი იყო. მე დამჭერ. შენ დახშესტო ხარ გიშველის. აუ გამი. იო. ნუ დაანგრიეთ კაცო სახლი რა ხდება? არაფერი. ჭკვიანად.